სურსათის უნებლობის სტანდარტების გამკაცრების ფარგლებში საქართველოს ნუშის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს ახალი ტექნიკური რეგულაციების შესრულება მოუწევთ. ცვლილებები შედის ნუშის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიზანიც ქართული ნუშის საერთაშორისო სტანდარტებთან და მათ შორის ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. ახალი რეგლამენტით კონკრეტულად განისაზღვრა, რომ საექსპორტო ნუშის ხარისხის კონტროლი უნდა განხორციელდეს როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე თავად ბიზნეს ოპერატორის მიერ შიდა საწარმოო კონტროლის ფარგლებში. რა შეიცვალა რეგულაციებით, რას ნიშნავს ეს მწარმოებებისათვის და რამდენად მზად არის სექტორი? ამ საკითხებზე ვისაუბრებთ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორთან ლევან ქვარიანთან. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მადლობა მობრძანებისთვის. ლედიქით მადლობა მოწვევისთვის. ლევან, რა იცვლება ახალი რეგლამენტით? ხო, როგორც უკვე თქვენ აღნიშნეთ, თვითონ საექსპორტო პროცედურა ოდნავ მკაცრდება. აქ ჩნდება დამატებითი მოთხოვნები, ეს არის მაგალითად ნუშის პარტიის გამზადების შემდგომ, ნიმუშის აღების შემდგომ ეს უნდა მოხდეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში ამ ნუშის გაგზავნა, ასევე უფრო მეტი ჩართულობა არის სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან. იდეაში ეს ცოტა ბიუროკრატიული პროცედურები, რომლებიც დაემატა და რომელიც ემსახურება პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და რომ დავწმუნდეთ, რომ საექსპორტოდ გაშვებული ნუში, ასე ვთქვათ, თანხმედრაში ევროკავშირის მოთხოვნებთან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მოთხოვნები უკვე არსებობს თხილის ინდუსტრიაში. ანუ ეს პირველადი რეგლამენტი, რაც ნუშის ინდუსტრიაში არსებობდა, რომელიც 2021 წელს შემუშავდა, იყო უფრო მარტივი მოდელი, მსგავსი თხილის რეგლამენტისა, რომელიც ადრე იყო თხილის ინდუსტრიაში, თუმცა ეხლა მოხდა განახლებული თხილის რეგლამენტს მიუახლოვდა ნუშის რეგლამენტი. თითქმის იდენტურია. უბრალოდ განსხვავება არის რაღაც ტექნიკური დეტალები, რომელიც გამომდინარეობს კულტურების განსხვავებული თვისებებიდან. ხადია. თვითონ თხილის ასე ვთქვათ იმპლემენტაცია როცა ხდებოდა, ეს ბიუროკრატიული მომენტი რამდენად სწრაფად გადაიმახა. ნუ მაინდა-მაინც რთული არ არის, უბრალოდ რაღაც 2 დღის თემა არის პარტიის მომზადებიდან ყველა დოკუმენტაცია წარადგინოთ. ანუ რომ თქვათ, რომ ეს ცვლილებები და ცოტა ასე ვთქვათ ბიუროკრატია რაც ემატება მაინდა-მაინც ძალიან დიდი დაბრკოლება იქნება. არ ვიქნებით სწორი, რა თქმა უნდა, ცოტა ართულებს ამ პროცესს, თუმცა არ არის ის ფაქტორი, რომელმაც შეიძლება რაღაც ქართული ნუშის ექსპორტი შეაფერხოს, ასე ვთქვათ. ლევან, გისმენინე. ანუ სექტორი მზად არის, შეგვიძლია რომ ვთქვათ, აი ამ რეგულაციების დასაკმაყოფილებლად და ის ლაბორატორიები, ხო, სადაც მაგალითად ბიზნეს ოპერატორმა უნდა გააკეთოს შიდა წარმოება, ხო, ამ შემთხვევაში და დაიცვას სტანდარტები. ლაბორატორიებიც რამდენად შესაბამისობაში გვაქვს ქვეყანაში და მათ შორის რაოდენობაც. კი ბატონო, ანუ ლაბორატორიები ბევრი არის, დაახლოებით 1-2 ლაბორატორია არის, თუმცა თვითონ ნუშის მიმართულებით, ნუშიც არ გვაქვს ჩვენამდენი მოსავალი, ახლა სიმართლე ვთქვათ, რომ წელს ახლა რაღაც დიდი რაოდენობა ექსპორტები გაჩერდეს, იმიტომ რომ სექტორი არ არის მომზადებული. ეს იქნება, მე ვიტყოდი წელს პირველადი გაკვეთილი ამ პროცედურების გადალახვა სექტორისთვის, თუმცა არ იქნება რაღაც შეუძლებელი. და ასევე ძალიან კარგია გვეხმარება უკვე არსებული თხილის ინდუსტრია, გამოცდილება თხილის ინდუსტრიაში და თავისუფლად შეიძლება თქვათ მათი დახმარებით, ასე თქვათ, მათი გამოცდილების გაზიარებით ეს პროცედურებით მიმდევრულად გავიაროთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, წლევანდელი მოსავლიდან გამომდინარე, მე პირადად მაინდა-მაინც არ მაქვს ისეთ დიდი მოლოდინები, რომ საექსპორტო მიმართულებით დიდი მოცულობები გვექნება ნუშის. ეს ცვლილებები და რეგლამენტაცია, რომელიც ჩვენ ახლა მიმოვიხილეთ, ატარებს თუ არა რაიმე ტიპის მასტიმულირებელ ხასიათს, ლევან და ახსნი რას გულისხმობ. თუ იმისი დანიშნულება არის, რომ ექსპორტის თვალსაზრისით უფრო იდენტიფიცირებული იყოს როგორც ხარისხიანი და მიმღებლობითი. მათ შორის ევროპის ქვეყნებისთვის, რასაც მე მგონი ისედაც გარკვეული კრიტერიუმებით ვაკმაყოფილებდი, რაც აქამდე ვიცი. და ეს დაემატა. ახლა ეს მისცემს რაიმე დამატებით სტიმულს ჩვენს ექსპორტს? წესით სასურველია მისცეს, ასე ვთქვათ, სექტორს და იზრუნოს, რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემები. აქ თავარი პრობლემა რაც იყო, არის აფლატოქსინის პრობლემა. რომ ავირიდოთ თავიდან აფლატოქსინით დაზიანებული, თქვათ, ნუშის გაგზავნა უცხოეთში. თუმცა აქ არის ერთი მომენტი. თუ აფლატოქსინი არის ძალიან დიდი პრობლემა თხილის ინდუსტრიაში, ნუში მაინდა-მაინც ამხელა პრობლემა არ არის, აქამდე არ გქონია. თხილს აქვს თავისი მიზეზები. ეს არის დასავლეთ საქართველო, არის სამეგრელო, არის უფრო წვიმიანი, უფრო მეტი შანსი არის, რომ აფლატოქსინით, ასე ვთქვათ, დაბინძურებული, ასე ვთქვათ, ნუში მოხდეს საექსპორტო ბაზრებზე, თუმცა ნუშის მიმართულებით ეგრე არ არის. ნუში ერთადერთი რისკი არსებობს
სექტემბრის თვეში, თქვა წვიმიან პერიოდში თუ რაღაც ძალიან გადაება წვიმიანი სეზონი, ნუში ვერ გამოშრა, მაგრამ უმნიშვნელოა მე ვიტყოდი. თხილს თუ შევადარებთ, აფლატოქსინის პრობლემა ნუში ნაკლებად არის. ამ მიმართულებით, ამიტომ ეს გამკაცრება ისე შემოვიდა, თუმცა არც მქონდა აქამდე ეგეთი პრობლემა, რაც აფლატოქსინი დაგვიფიქსირდა საექსპორტო ნუში. ხო, თუმცა იმის გამო რომ აფლატოქსინების თავიდან არიდების და პრევენციის მიზნით მაინც ინვესტიციები იქნება ბიზნესის მხრიდან საჭირო და ტექნიკურ საჭიროებებსაც მოითხოვს, მთავრობამ ამ შემთხვევაში რაღაცა გარკვეული პერიოდით გადავადებაც კი, აი ეხლა აქ მნიშვნელოვანია, ეხლა რაც შევიდა 13 ოქტომბერს ძალაში, ეს არის უშუალოდ პროცედურა, რომ მე რო ხვალ დავიწყო ნუშის გაშვება, ეს პროცედურა როგორ უნდა დავიწყო. თუმცა ყველაზე ასე ვთქვათ, საინტერესო არის ის რეგულაციები, რაც 2028 წლიდან ამოქმედება, რომელიც უკვე შეიძლება სერიოზული პრობლემა იყოს ნუშის ინდუსტრიისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ის მოითხოვს დამატებით ინვესტიციებს. მაგალითად, მოთხოვნა იქნება, რომ ნუშის გულის შენახვის ასე ვთქვათ, სივრცეში დავიცვათ ტენიანობის მაჩვენებელი, დავიცვათ ტემპერატურული კონტროლი 0-დან 10-მდე, რომელიც უკვე მოითხოვს მაცივრის არსებობას, დამატებით ინვესტიციას. აი 2028 წლის რამდენად იქნება მზად ნუშის ინდუსტრია შეხვდეს ამ მოთხოვნებს, გამიჭირდება ამის თქმა. ხო, თუმცა ვადაც გადავადებული იმისთვის არის. გადავადებული არის, კი ბატონო, მაგრამ მაგალითად ხილი არის უკვე 20 წელზე მეტი ეს ინდუსტრია დგას. ნუში ეხლა ვითარდება. და ესე უცებ ქვია 2028 წელს არ ქვია რაღაც შორი მანძილი. ფიქრობ, რომ შეიძლება ეს ინვესტორებისთვის, ვინც ნუშის ინდუსტრიაში დებს თანხებს, იყოს დამაბრკოლებელი? კი, შეიძლება, იმიტომ რომ ეს მოითხოვს დიდ ინვესტიციას, სამაცივრო მეურნეობის მოწყობას ნუშის ინდუსტრიაში, ტემპერატურულ კონტროლს და ფიქრობ, ნუშისთვის შეიძლება იყოს ცოტა მეტი გადავადებაც. გასაგებია. რო დავადაროთ თხილის, ნუშის და კაკლის კულტურები, ეონ. ანუ რეალურად რა თანაწყობა გვაქვს განვითარების თვალსაზრისით? გასაგებია, რომ ალბათ თხილი პირველ ადგილზეა. კი ბატონო. ბევრი თემიდან გამომდინარე, რა ეტაპზეა და რა განვითარებაზეა კაკალი და ნუში? ხო, ანუ ჯერ მასშტაბურად რომ შევხედოთ. კი, მასშტაბში. თხილი არის ყველაზე დიდი მოცულობითი წარმოება და ეს განპირობებულია მცირე ფერმერებით, რომელთა დიდი რაოდენობით არის დასავლეთ საქართველოში. მცირე ფერმერულ მეურნეობაზეა მიბმული, ასე ვთქვათ, თხილის ინდუსტრია, რაც შეეხება ნუშს და კაკალს, ეს ცოტა უფრო მსხვილი ფერმერები არიან, უფრო ასე ვიტყოდი, სხვა ბიზნესიდან გადმოსული ხალხი, რომელმაც ასე ვთქვათ, ფული ჩადეს ინვესტიციები განახორციელეს ამ მიმართულებით. რაც შეეხება ბაღებს, ასე ვთქვათ, ბოდიში თქვენი შეკითხვა იყო, რომ შევადაროთ ეს კულტურები, ანუ ამ მასშტაბირებიდან გამომდინარე, რა. ხო, ანუ მოცულობა ნუში და კაკალში ძალიან მცირე არის ჯერჯერობით. თხილი არის ერთ-ერთი ტოპ საექსპორტო პროდუქტი, ნუში და კაკალში ჯერ გვაქვს მცირე მოცულობები, ამას თავისი რიგი პრობლემები განაპირობა, იყო თავიდან არსებული აგრონომიული პრობლემები და ამჟამინდელიც რაღაც არის ხარვეზები ამ ინდუსტრიაში. თუ შევხედავთ, რომ ინდუსტრიაში დაახლოებით 10,000 ჰექტარია ნუში და კაკალი, მოსავალი უნდა ქონდეს ძალიან დიდი. ხო, და თუმცა არ გვაქვს. ეს განპირობებული, როგორც გითხარით, რომ იყო დაშვებული შეცდომები, თუმცა ეხლაც არსებობს რაღაც ხარვეზები, რომელიც აღმოსაფხრელია და რომელიც აღმოფხრა რეალურად გააუმჯობესებს ამ შედეგებს. ლევან, პერსპექტივა ამის აღმოფხრისა იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩავთვალოთ, რომ ეს კულტურები იქნება შეიძლება არ ამსგავსად თხილისა. მაგრამ მასშტაბში ისეთივე საინტერესო ინვესტიციებისთვის და შემოსავლიანი ქვეყნისთვის მიახლოებული მაინც თხილია. აუცილებლად იქნება. უკვე არსებული შეცდომები შეიძლება ბევრს არ ეშველოს, თუმცა შეიძლება გაუმჯობესება და ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში, უკვე ბოლო 2-3 წელიწადში რაც შენდება ახალი ბაღები, აქ გათვალისწინებულია ეს შეცდომები, რაც იყო ადრე დაშვებული. ნუ მაქსიმალურად უფრო მომზადებული ხდება ინვესტორი ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შეძლებელია, მოითხოვს ცოტა დამატებით ინვესტიციებს, ირიგაციის, ასე ვთქვათ, მეტი თანხის ჩადებას, მექანიზაციაში მეტი თანხის ჩადებას და შეძლებელია, რომ უკეთესი შედეგებზე გავიდეს ნუშის და კაკლის ინდუსტრია. მადლობა მობრძანებისთვის, ლევან ქვარიანს, მადლობა დიდი, ნუშისა და კაკლის წარმოებელთა ასოციაციის დირექტორს.